დასანქცირდეს რეჟიმის მმართველი ელიტა, ქართულს SWIFT-დან და Visa Mastercard-დან გათიშვა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები. საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. იზვესტიას ინფორმაციით რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები საზღვაო და სარკინიგზო გზით სავაჭრო ბრუნვის გაფართოებას განიხილავენ. ოცნების პრემიერი ალბანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ფორმატს გამოიყენებს, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს გაესაუბროს. სიციკლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის. დგებუაძეს არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი. განაცხადა პროკურატურის მოწმე ექსპერტმა დგებუაძის გაწითლებულ ლოყაზე. უკრაინაში მებრძოლ ქართველ თორნიკე გოგუაძეს რუსეთმა 14 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადებით, ქართველ მებრძოლს ბრალადედება შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ ჯარისკაცად მონაწილეობა. როიტერსის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინას უკრაინის ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა. მედიის ცნობით, სტამბოლში შეხვედრა დასრულებულია. რომის პაპი რუსეთ-უკრაინას მოლაპარაკებებში შუამავლობას სთავაზობს. ინფორმაციას პოლიტიკო ავრცელებს.